Prinsata Gardosot Upalma, Romlis Helsiaris, Quelaper, Hoveliver, Sitsotskle, Sibili, Jarteloba, Alant Kopabahu, Asrubere, Thomas, Quelam, Bedniereba, Ubedureba, Quelaper is Helsia, Upali Zaltai, Saheli Misi, Ramadu Helsa, Shina Misarian, Hovel, Nikideni, Quehavisarida, Simarlen, Tata, Misi, Ars. Misian Swai, Manshek Naigida Khmeli, Helta Mr. Dabades, Yeremia Tinatsano Koleb, Salmon Seri. Robots Upals, Gamurchilabuli, Angelozov, Sahuni Suni, Shek Naisini, Alatsetski, Sahuni, Sakuratsula. Robots Metiaxavis, Neobram, Sabushavot, Zox, Mokalakita, Dasamochilabla, Zox, Kesatana, Zox, Sakura, Zox, Dasamozla, Dasama, Metis, Zox, Honebas Uzanis. Ხორებაიას ნებითამისითა სალმუნი ზოგ სიკვდილს მივავლინო მათ და მახვილი და სიხმილი და სიფრილი ანუ სასჯელი სიცისმა და როგორც ბატონები გზავნიან საკუთარ მონებს ნებისმიერ სამსახურის აღსასრულებლად ისე უგზავნის ღმერთი ჯანმრთელობას ან ავანტყოფობას ბედნიერებას ან უბედურებას თითოეულ ადამიანს თავისი ყოვლად ბძნული სურვილის მიხედვით რამე თუ სასუმელი ხელთა უფლისათა ღვინითა უწყულთა სავსე სხმულითა და მიდყამიერ მუნ სალმუნებში ამიტომ მას უნდა ვევედროთ როგორც მამაო ჩვენოში არის ხო იყავ ნებაშელი ვისაც ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაც ზედა პური ჩვენი არსობისა რომელიც ჩვენ ზედა ასე შემდეგ თავარი ვედრება ბოლოს არის კიდევ დამის შემიყვანებ ჩვენ გასასწრებსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან მაგრამ უფალი ამავე დროს ითხოვს ჩვენგანო რომ არ დავისაჯოთ და საფრთხო პედაგოგიკა რა მოწყალე და გასმუყარია წმენაში უნდა გავზიარდეთ და როგორც გვწმენა ჩვენ ისე გვეყოფა ჩვენი ცხოვრება ისე გვექნება ისეთი ცხოვრება გვექნება ვითარცა გწმენა ისე გეყავ შენო ნათქვამია სახარებაში რა კი იწმუნე ქრისტეს მაშინ იცოდე რომ განკურნებული ხარ და ღვთის შვილი ხარ და გზა გახსნილი გექნება აუცილებლად გეყავ შენ და განიკურნები თუ კი შენ ღმერთს მიენდობ როგორც ირწმუნე ისე მოგეგება შენ ამიტომ მივიღოთ წმენის შესაბამისი პროპორციული ცხოვრება და არ ვიწუწუნოთ უნდა და თუ მეტად ვირწმუნებ კიდევ უკეთესი გავხდები და გზაც გაიხსნება ესე არის დარიგება წმინდა მამაკაცს ამიტომ და სახარების პირველ რიგში როგორც კი გახსოვთ ხო ქრისტეს სიტყვა თქვა გახსოვთ იმავე მეხსოვრ წამში წარმოთქვა სიტყვა ასის თავის მონა განიკურნა გახსოვთ ქრისტიანი უნდა ჩასწრდეს ამას ღვთის ყოვლადწლიერ სიტყვას და ვინც განკურნებისათვის გზის გახსნისათვის ლოცულობს სოდომის მიტევებისათვის ბედნიერებისათვის უფლის კურთხევა სიტყვას უნდა ელოდეს რომელიც მოძღვრისაგან მიეცემა და რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში ლოცვით ზეციდან მიეცემა ზიარების საიდუმლოს წმენის საერთმისისა ამ სიტყვით შექმნა ღმერთმა ნათელი და თქვა ღმერთმა იქმენი ნათელი და იქმნა ნათელი დაბადება პირველი თავი ამავე სიტყვით გაფანტა მან ეშმაკისეული სიბნელე ხოი დედაკაცო უთხრა ქანაანელ დედაკაცს გეყავ შენ ვითარცა გნებავს და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამთაგან მათეს სახარები გახსოვთ ამავე სიტყვით უფალმა შექმნა მყარი ხო ხმელეთი და თქვა ღმერთმა იქმენენ სამყარო შორის წყლისა და იქმნა ეგრეთ დაბადება უფლის ბაგეებით მოკლედ სასწაულები ხდება და არაისაგან ქმნის ყველაფერს ამიტომ ციტირებას უსვაკეთებ რომ მას შემეშალოს და ძალიან ძნელია ძველი კანონი ციტირება დიდი მეხსიერება და ზეპირი დაწვრილებითი ცოდნა უნდა წმინდა წერილს და ამიტომ ძველი ქართული ორიგინალური და სიღრმისეული და ორიგინალური სიბრძნითა და სახარებისეული სიწმინდით ტექსტის უცვლელობით გამოირჩევა რომელიც პირველ ორიგინალიდან მოდის ხომ ამიტომ სასურველია ძველი ქართულით ვიკითხოთ ყოველივე სახარებაც ფსალმუნებიც ლოცვებიც იმიტომ კი არ არის რაღაცა აკვიატება ძველი ქართულისთვის ეს ცოცხალი ენაა სახარების ენა ცოცხალი ენა არ არის და ფსალმუნების ენა ხო წმინდა წერილის წინა այն გარდამოცემის ენა ამიტომ ძველი ქართულით როცა ამ წმინდა ტექსტებს უცვლელ ტექსტებს კითხულობ პირველ ორიგინალს და მის გემოს და ნათელს წვდები და იგე მან თქვა და იქნეს თავად მან ბრძანა და დაებათნეს. და აი არაისან გააჩინა ყველაფერი სალმუნების პირველ 152
და ყოველივე რაოდენი ინება უფალმა ქმნა სამთა შინა და ქვეყანასა ზედა ზღვათა შინა და ყოველთა უსტურთა. აი რამდენი საიდუმლოება ასე შერაც არ ვიცით, რამდენი რამე შექმნა ღმერთმა, ის რაც ჩვენ ვიცით, ერთი ზღვაში წვეთი არის. რამდენი რამე კიდე რაც ჩვენ არ ვიცით ხომ, აი ზეცაში რომელიც დააპირდა ადამიანს, ისეთი რაღაცები გაუმზადა, რაც ჩვენ არც გონებაში მოგვცლია, არც გულში, არც თვალით გვინახავს არაფერი. აი ესეთი საოცარი რაღაცაა, ისეთი რამეები შექმნა ღმერთმა. მაგრამ ვისაც ადამიანმა მიაღწიოს ამ სურათას, რომელსაც აი წმინდანების ცხოვრებებში არის თუ უბრალოდ ადამიანების მოწმენების განწმენდილი გონებით გული ჭრეთენ ხო ხანდახან ამ რაღაცა სიზმარშიც ზოგიერთი ხილვასაც ხედავს ზოგიერთი ეხლა არა რა უცებ წმინდანი იყო რაღაცა ღვთისაგან თული წმინდა ხო მოქმედებს და არიგებებს ხო შემოდით ღვთისაგან ხო შემოდის რაღაცა ნიშანი ტექსტი თაებრივი რაღაც ნიშნები მოწმის პირით მიეცემა აი ეს ყველაფერი რაც შეგრძნება აქვს სასუფეველის ღმერთის ახლობლობის ახლო ყოფნის ხო აქვს მოწმეს აბარის შეგრძნება ცოცხალი ღმერთის ახლო ყოფნის ჩვენ ქრისტიანს ჩვენ შორის ვამბობთ აბა ესე არის ქრისტე ჩვენ შორის არის ცოცხალი ყოფობა ღვთის ამას შეიგრძნოთ უნდა ეს და გძნობ კიდევაც მაგრამ ამისათვის როგორც აღნიშნეთ საჭირო არის განწმენდა ეს განწმენდის რთული პროცესი მაგრამ ამავე დროს მოწმისთვის შესაძლებლად კარგად განხორციელებადი პროცესი. განვიწმინდეთ თავი ჩვენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმინდესა შიშითა ღვთისათა. შიში ღვთის უნდა გქონდეს ჩვენ. და უნდა მივისწრაფოთ იმ იდეალებისაგან, რასაც სახარება გვასწავლის. გახსოვთ თქვენ, როდესაც უფალი განკურნავს ეშმაკეულებს მაშინ გახსოვთ თქვენ როგორი ბრძოლა მიდის მატჩი ხო? ბოროტისული მატჩი აღიარებს თითქოს აი ქრისტეს ღვთაებრიობას აღიარებს როგორც ასე ვთქვათ ღვთაებრივ რეალობას აღიარებს და როცა განდევნის გადის მათგან და ეს საოცრად განთავისუფლებას გებულობს ის ადამიანი რომელიც ამ ბოროტისულისაგან იგვემება. ეს ძალიან გამრავლა შეფრობილობით ეხლა ეს დიდი თემა ამას არ შევეხებ. უბრალოდ ეს ყველაფერი ხდება ხოლმე მის გამო რომ ცოდვაში ვარდება ადამიანი და არ ნანობს. თანდათანობით ცოდვა ადამიანს გარდაქმნის და არა ქრისტეს ხატებას მიამსგავსებს, არამედ მის საწინააღმდეგოს. მიამსგავსებს იმ ხატებას, რომელსაც სულსაც ემსახურება. იმას ემსახურება და მსგავსი ზიდავს და შედის შემდეგ მასში. ტანჯავს ბევრს ნაწილობრივ შეფრობილება არსებობს მთლიანი ყველა ძალიან შეურაცხადი ხდება მაშინ ადამიანი არსებობს ნაწილობრივ არსებობს დროებითი და ასე შემდეგ დიდი თემა უბრალოდ ცოდვისგან არის ხოლმე მაგრამ განკურნებადი სველადი და ლოცვითა და მართვით განთავისუფლებადი არის ესეც თუ კი ადამიანი ნანობს ყველა ცოდვა მონენიებადია ადამიანი თუ ნანობს და მიიღებს საეკლესიო სასჯელს, საეკლესიო ლოცვით, რამდენად დასაჯეს ახლა ეკლესიამ. საეკლესიო სასჯელი რა არის? ისევ სიყვარულის სასჯელია, გამართლების სასჯელია, ცხოვნების სასჯელია, რომ თორე არა სასჯელი, სასჯელის არავის დასჯა არ უხარია, არც უყალს და არც ეკლესიას, ხო? უბრალოდ ეს ისევ და ისევ იმ ადამიანის გამართლებისათვის, ცხოვნების და სიყვარულისთვის არის. ღვთაებრივი, სიყვარულებრივი პედაგოგიკა. რომ ადამიანი განიცმინოს. რამე ბოროტო ქმეცა სულსა არა შევიდეს სიბზნე, არცა დაიმკვიდრონ ხორცთა შინა განკაფულთა ცოდვათა, ცოდვის დამონებულ სხეულში, სიბზნე და სულიწმინდის მადლი ვერ შევა. მაგრამ ადამიანის გულში და გონებაში უნდა შევიდეს სიყვარული, საცაღვთაებრივი მადლი, ღმერთის სიყვარული არსო. ვამბობთ, ეს არის იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები, ხო? რომელიც ღმერთმა მისცა მას დააგონა და ჩვენ მიმეორებთ ამას და უნდა გავიმეოროთ ხშირად. აი ამ სიყვარულით იჟღინთება ადამიანის გონება და გული, როცა განიწმინდება და ღვთისნება შედის და მადლი მასში თავისთავად სიყვარულითაც იჟღინთება იგი. და გარშემორტყმული არის ამ სიყვარულში არის, სიყვარულის ცეცხლშია გარშემორტყმული. ეს ადამიანი დაცულია. ყველა მხრიდან დაცულია და გზახსნილია. აი მინდა რომ ეს გისურვოთ. სულიერ სიმშვიდეში, სიყვარულში, წმენაში, დამშვიდებაში, დაწნარებაში, შენდობაში, პატიებაში, კეთილგანწყობაში, გამთლიანებაში და ყველასათვის ჯვარის გადასახვა შენდობა კეთილგანწყობაში ვიყოთ. არ გავუკეთოთ სხვას ის, რაც ჩვენ არ მინდა რომ გავიკეთოთ და მოვექცეთ სხვას ისე, მოყვას ზიახ ლაპარაკი, ისე როგორც ჩვენ მინდა რომ მოგვიქცეთ, ხო? გარდა სულსა ნუინანიო, რასაც ვერ შეცდები აწაეფოტინო და
სხვას არ გაუგეთო, ისაც შენ არ გინდა რომ გაიგეთო. გახსოვ სიბრძნე ბალახვარის. ესეც წინა წერილიდან არის, გადმოგებული. გადმოგებული როგორ გადმოწერილი ეს. გახსოვ სიბრძნე ბალახვარის გადახედე, წაიგე. და მინდა რომ აი ეს სიბრძნე სოლომონისაც საოცარი სიბრძნეა სოლომონის უძენესი ადამიანი იყო, უძენესი წმინდანი და აი მინდა რომ აი ეს სიბრძნე ზირახისა, სიბრძნე სოლომონისა გადაიკითხეთ. ფსალმუნებზე აღარ არის ლაპარაკი. ყველა ლოცვა გარდა იმისა რომ ვედრებაა, მადლობაა, თხოვნა, ამის გარდა სიბრძნის უშრეთი წყარო. ამიტომ მოუკლებელად ილოცავდით, მუდამ მადლობდეთ ღმერთს ყველაფერს და მუდამ გიხაროთ, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს სიტყვით და ყოველთა თანა ამინ.